როცა რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და ანტისამთავრობო პროტესტი 100 დღეს მალე მიაღწევს, ჩვენი ყურადღების ფოკუსია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობა, რომელიც სწორედ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას ამ პროცესს და აქციის მონაწილეებს ეხებოდა. საგარეო დაზვერვის სამსახური კრემლიდან ირწმუნება, რომ ევროკავშირს საქართველოს გათავისუფლება არ სურს და ნებისმიერ ფასად აპირებენ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას. კრემლიდან ირწმუნებიან, რომ ფლობენ ინფორმაციას, თითქოს 27 ქვეყნის ერთობა აპირებს გადავიდეს უფრო ხისტ პოლიტიკურ ზეწოლაზე და გააღვივოს პროტესტი საქართველოში. აქ დასახელებულია ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობის მარჟაც. უნდა ვთქვათ, რომ ოცნების ტროლბოტების გავრცელებულ ფულზე გაცილებით მაღალი ფასი 120 ევრო. ციტატას წაგიკითხავთ. ევროკავშირის ჩინოვნიკებს დაევალათ აქტიურად იმუშაონ ოპოზიციური პარტიების ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ახალი საქართველოსთვის, ევროპული საქართველოს, გირჩი მეტი თავისუფლების გაერთიანებაზე. ასე უნდა შექმნან ერთიანი მუშტი, რომელიც მიმართული იქნება მმართველი პარტიის ქართული ოცნების წინააღმდეგ, ვკითხულობთ ტექსტში. დაზვერვის განცხადება ეხება მედიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ირონიულია, რომ კრემლი მათ ადანაშაულებს მოსახლეობის ტვინის გამორეცხვაში. ამბობს, რომ ბრიუსელმა ასეთი დავალება მისცა ქართულ და ევროპულ მედია საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი კომენტარი მოვისმინოთ ამ თემაზე. რუსეთი ახლა ცდილობს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ქართულ ოცნებას რაღაც პოზიციების გამყარებაში და ამისთვის იყენებს უკვე პირდაპირ თავის რესურსს. ანუ ადრე თუ ცდილობდა რაღაც მიეწოდებინა იდეები ან რაღაც სხვა სახით უფრო ფარული მხარდაჭერა გამოეჩინა, ეხლა პირდაპირ ცდილობს რომ დაეხმაროს და აი პროპაგანდისტული რესურსი თუ აღარ აქვს ქართულ ოცნებას, ის იქიდან აშველებს ამ რესურსს. ეს ხო ვიცით რომ არის რა თქმა უნდა პროპაგანდა, რომელიც არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება. ერთადერთი ჩვენ რაც გვინახავს ხოლმე მობილიზება, ეს გვინახავს მათ შორის ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებზე, როდესაც საჯარო მოხელეები მოყავდათ და ასე შემდეგ. ის აქციები, რომელიც იმართება, ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი, პირიქით ადამიანები თავად გამოდიან ამ სიცივეში, ამდენი ხნის განმავლობაში და ეს აჩვენებს ქართველი ხალხის ნებას და სურვილს, ხო, როგორ უნდათ მათ ქვეყნის მომავალი იყოს კარგი, სწორედ აი ამ ჯარიმების გათვალისწინებით და რეპრესიების გათვალისწინებით. რუსული დაზვერვის მსგავსი პათოსის განცხადებები საქართველოზე სხვა დროსაც გვინახავს, ეს განსაკუთრებით დეტალიზებული და ვრცელი იყო. არქივს რომ მოკლედ გადავხედოთ, ეს ამ განცხადებების ქრონოლოგია არის ასეთი. გასულ წელს საგარეო დაზვერვის სამსახურში ირწმუნებოდნენ, რომ შტატები საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს და ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ოცნების დისკრედიტაციას. გასული წლის სექტემბერში ამბობდნენ, რომ შტატები EUTODIR-თან ერთად აპირებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას, რომ ოცნება არ გაიმარჯვოს. კიდევ მანამდე შესაძლოს ჩარევაზე 26 აგვისტოს ამტკიცებდნენ, რომ შტატები საქართველოში ფერად რევოლუციას გეგმავს. 9 ივლისს იყო განცხადება, რომელიც მეტწილად სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურებოდა და ყველა ჯერზე ოცნების მოლაპარაკე თავები ამბობდნენ, რომ ეს არა მათი არამედ ოპოზიციის წირთხულზე ასხამს წყალს. თუმცა რატომ გააქტიურდა რუსული დაზვერვა ახლა, სადავო არჩევნებიდან 4 თვის თავზე? ფაქტია, რომ დაზვერვის ეს ბოლო განცხადება განსაკუთრებული ენთუზიაზმით აიტაცა სახელმწიფო პროპაგანდამ. ოცნებას თავად აქვს გაცხადებული, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, რასაც დიდი საპროტესტო მუხტი მოჰყვა და ეს დღემდე ასეა ქუჩაში. ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ გაუარესებულ საკანონმდებლო რეგულაციებს, გაუარესებულ მდგომარეობას ინსტიტუციების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ოცნება რიტორიკის დონეზეც აღარ საუბრობს ევროინტეგრაციაზე და თავს ესხმის საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს. სულ რამდენიმე დღის წინ ითქვა, რომ ევროკავშირის ელჩი იქცევა ხეპრულად. ნაწილობრივ სავარაუდოდ ამ განცხადებას გამოეხმაურა დღეს ჰერჩინსკი, რომელმაც თქვა, რომ მისი მოვალეობა მხოლოდ ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენაა და მას მომავალშიც გააგრძელებს. თქვა, რომ ის სურვებდა ხელისუფლება მეტად შეექო. აქვე კომენტარი გააკეთა რუსული დაზვერვის გავრცელებულ ინფორმაციაზე. არც კი ვფიქრობ, რომ ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთო. რუსული ჰიბრიდული ომის შესახებ უფრო ფართო კითხვას რაც შეეხება, ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ყველგან ეწევა ჰიბრიდულ საქმიანობას, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში და ბევრგან სხვაგან, მათ შორის ჩვენს ქვეყნებში. არ ვიცი რა მიზნები აქვს რუსულ პროპაგანდას, როცა ასეთ ტყუილებს ავრცელებს, მაგრამ ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის აღმაშფოთებელი ტყუილი, რომელსაც არაფერი აქვს რეალობასთან. როგორც ჩანს, კრემლს რუსთაველის გამზირზე ხალხის უწყვეტი რაოდენობა ადარდებს ისევე, როგორც ოცნებას. 5,000 ლარიანი ჯარიმების საგა გრძელდება, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. სად დგას ადამიანი ტროტუარზე თუ რუსთაველის გამზირის ღერძულა ხაზზე, მთავარია სახლში მიუტანონ ქვითარი, ან ერთმა პოლიციელმა, ან ბევრმა ერთად შუაღამისას კარზე ბრახუნით, ან დილით ადრე გაღვიძებით. მთავარია დაინერგოს შიში, უკვე ყავს აქტივისტები, რომელთა ჯარიმების ჯამური რაოდენობა აღწევს 50,000 ლარს ერთ ადამიანზე.